სულს რომ ნაკლები ჭამოთ, რაღაც ჩვევებზე უარი უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა. შენ თიკა აი ეს ჩვევების მოწევა იცი რა. აი ნუ ნახოთ ახლა, ნახე, არ ვიცი რომ მოგეწონება თუ არა. მაგრამ თქვენ უნდა დაივიწყოთ ჩანგლის არსებობა. რაზე გადავდივართ? აბა რა უნდა ვქნათ ხელი ეს არის ჩვენი მტერი ხალხო სინამდვილეში. ჩანგალი უნდა ჩავანაცვლოთ ორი თითით. ორი სწორი იყო ამ შემთხვევაში ორი ჭხირით, ჭხირებით ხალხო. აი გამოსავალი. ხო და რატო? ვერ შეჭამ და არ შეჭამ. გამივარდება ყველა. ძალიან ბევრს ფიქრობთ ხოლმე რა ვჭამოთ, როგორი ვჭამოთ, რამდენი ვჭამოთ ხოლმე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რა ატრიბუტით უნდა ვჭამოთ, ამაზე ნაკლებად ფიქრობთ ხოლმე. თიკა ჭხირებით ჭამა აზიურ სუფრას უკავშირდება ჩემი გადმოსახედი. შენ ასე ვძახი რომ ჩვენი ტრადიციულ სუფრასთან რომ მოვხვდებით, ესე ჭხირებით შევჭამოთ? ჩანგალი გვერდზე გადავდო? ეხლა შენ ისე თემას შეეხე, მაშინ შენ არ მომისმინო? არა, გისმენ უბრალოდ მე არ მინდა რომ ქართული სუფრა წავართო ვინმე აქედან, უბრალოდ თუ კი გსურთ რომ ნაკლები იყვებოთ, ეს ვერსია განვიხილოთ. აზიური საკვები ახსენე შენ რეზო და ძალიან პოპულარული აზიური საკვები ყველგან და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც და აზიური საკვების განუყოფელი ნაწილი არის ეს ჭხირი, რომელიც ყოველთვის მოყვება ხოლმე. და ის წყვილა არ არის, რაღაცა მნიშვნელოვანი ფუნქციას ასრულებს, რადგანაც ეს არის ერთგვარი რიტუალი კვების პროცესში, რომელიც არ ვიცი, გაიძულებს შეიძლება ითქვას თუ უბრალოდ რაღაცა ეს წესი მოყვება, რომ ნელა გიწევს გინდა არ გინდა ამ ჭხირებით მირთმევა, რაც არის მნიშვნელოვანი, როდესაც ნაკლებ ჭამას გეთახმართ. ცდილობთ. თუმცა ეს აზიელებს არ ეხებათ, იმიტომ რომ ისინი ბავშვობიდან ჭხირებით იკვებებიან, ამიტომ მათ შეიძლება დიდი ულუფებით და სწრაფ-სწრაფად მოახერხონ ჭხირებით საჭმლის მირთმევად. იცი რა, არის რაღაცებს, რასაც ვერევით ჭხირის, მაგრამ არის რაღაც პროდუქტი, რასაც ვერ ვჭამ და მე შემიძლია პროფესიონალს ვუხმო. რა თქმა უნდა. ჩვენთან სტუმრად, რადგანაც ბავშვობა ახსენე და ზუსტად ბავშვობიდან ჭხირებით მირთმევს. და ვფიქრობ, რომ ჩვენც არ დაგზარდება და გვასწავლის როგორ ჭამოთ ჭხირებით სწორად. მაშასე ჩვენთან არის სტუმარი დაელი ჰეო. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი ჭხირებით მოხდი? ანუ ამ ჭხირებს გვიწუნებთ? არა, ეს არის მეტალის ჭხირები. ჩემი სახლიდან მოვიტანე და მინდა რომ ეს ჭხირების გამოყენება გასწავლო. მინდა ვკითხო, საიდან არის ჩვენი სტუმარი? მე ვარ სამხრეთ კორეიდან. 7-8 წელია დაახლოებით საქართველოში ვცხოვრობ. და ხო არ დაგავიწყეს ჭხირები და ჩანგალზე ხო არ გადმოხვედით თქვენ? არა. არა? სულ ჭხირები ჭამ? ქართულ საკვებს აქვს? ქართულ საკვებს ჩანგლით. ოკეი. დანარჩენ ჭხირებით. ხო, ეხა ელარჯის ჭხირებით ჭამა მგონი რაღაცა შეიძლება წელვადობით. ეს რაღაცეთ მოახხვიო. პრინციპი მთავარი ამ ჭხირების დაჭერის. მინდა ვისწავლოთ თქვენგან. მე რაც ვიცი, მე მგონი თქვათ სწორად არ ვიცი და აი როგორ უნდა დავიჭიროთ სწორად ეს ჭხირები. მე ასე ვიჭერ, ცოტა უარს. მე საერთოდ არ ვიცი. როგორ თიკა? აი მე შენც ესე ხო, აი მეც ესე ვშვები და თან ჰა ესეთი დიდი რაღაცაა. ნახე როგორ მიყურეს. ვერავიღე. აბსოლუტურად უაზროდ გვიჭირავს ხო ეს ჭხირები? ჩემი აზრით უფრო კარგი იქნება რომ აი აქ ცოტა ბოლო მხარეს რო დაიჭიროთ და არა შუაში. ბოლოს. თავში ვიჭიროს რომ კარგად ჩავებღაუჩო ის დაჭერს. ბოლოს რო დიახ. აი ეს. ცოტა ბოლოსკენ, შუაში არა და ცოტა აქეთ. თავშიო რომ ესე წავიდა და ეხლა აბა აიღე რამე. როგორ ავიღოს ვერავთ. მოდი, მარტივი არის კიტრი რო აიღო. აი ასე ავიღე. ესე აიღე. ჩაარჭო, ვერ დაიღე. მიდი, აბა რეზო შენ აიღე. რაც გინდა. აი. შენს გიჭირს. არ მიჭირს, მოიცადე, ეხა ეს მე როგორც ვიცოდი. არა, მეც მიჭირს და ნახე რა. ნახე მიჭირს, აბა რა შუა. აჰა. შეხედე, აჰა. თქვენ რამდენად სწრაფად შეგიძლიათ ჭამათ ჭხირებით? ძალიან სწრაფად ალბათ, არა? მე ძალიან სწრაფად მეც ანუ რო ვჭამ, ვცდილობ რომ ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა არ ვჭამო და ეს ანუ ჭამის ეს დროის ნორმა დავიჭირო. ეს კულტურა არის ზოგადად. დიახ, ჩემი აზრით ჩანგალთან შედარებით ჭხირების გამოყენებით ჭამაში უფრო მეტ დროს ხარჯავთ. რაღაცა სწორი
სწონის, ხო? როდესაც ხდება ჭირების საშუალებით ჭამა, მცირე რაოდენობის საკვები საკმარისია იმისთვის, რომ ვიგრძნო დანაყრება, რადგან ტვინი მერე ხდება რომ გავწეხი. ხელოვნება მე მგონი ჭხირი ჭამა. აბსოლუტურად და ჩვენ შეგვიძლია ვეზიაროთ ამ ხელოვნებას. მოდი, დაიწყო ჩვენი გაკვეთილები და აი მე ყველაზე უფრო მაინტერესებს ბრინჯს როგორ შეჭამ. მოდი მივაწოდოთ. აბა ნახე, ოღონ ეხა მეც მასწავლე, ჯერ დაგვაჭერინე, ბოლოში იჭერ. ანუ ბოლოში ჯერ კარგი ხდება თუ ამით დავიწყოთ ხანი. ერთით. აი ერთი. აი ეს ეხა როგორ არა თითზე უნდა დავიდოთ, ესე იგი ჭხირი. ანუ აი ამ ცერისა და საჩვენებელი თითის შორის არსებულ ნაპრალში ერთ ნაპირს ჩამოვდებთ და მე არათითი დავაფიქსირებთ ქვემოდან. სწორია? დიახ. და მე მეორეს შევაერთებ, ეს უნდა იყოს აი ესე სწორია? რაღაცა სხვა. ეს წამით ან ეს დიახ, ასე უნდა დავიჭიროთ და მეორე არის აი მესამე თითი. მეორე თითის ზევიდან და ეს პირველი თითი არის. როგორ აკეთე? პირველი თითით დავეკარგა. ესე? ეს არათითიდან რატო გამექცა? ვერა. მოიცადე. კარგის. აი ეს შენს გაგიბის? ესეა რა? მე აზრი არ აქვს ვერ ვის. აი სადღაც მოვედი. დაელი. ესეა რა? არა, ეს რატო ვერ? ჩემი აზრით კარგი იქნება თქვენ ცოტა უფრო ბოლოში რო დაიჭიროთ. მეტი ბოლოში ვერ ვიჭერ, ვეღარ ხრი მე. აი ეს უნდა დავახვედრ რო აქა? აი გავაკეთე, აჰა. მიყურე, აჰა. ეხა ნახე, ეხა მე მიყურე. აი მე თუ ვერ ვიზო. ერთი რამე ვიცი, რომ ანუ რომელიღაცა ჭხირი არის დაფიქსირებული არ მოძრაობს და რომელიღაცა მოძრაობს, ზედა? აი ეს ქვედა არ მოძრაობს და მოძრაობს მხოლოდ ზედა. აი რომელი თითებით ამოძრავებ ამას? აი ასე. ამაშიც გაქვს. აი ამას ვერ ვიჩერებ. ვერაფერს ვერ უხერხებ ამ თითებს. არა და ქალი მგონია რომ ფლოპ აი ამ ხელოვნება. აი მე გავაკეთე. აბა შენ გვანახე რა რაოდენობით ბრინჯის აღება შეგიძლია შენ ტექნიკა. ხო, აბა მიდი. აი ეს თითი სად გამიბის რა მე საერთოდ მეზო გაჩი. აი მე უფრო მეტი ავიღე. მე ყველაზე მეც ავიღებ რომ მოვალ. აი ავიღე. მაგრამ სადღაც ისე წავიდა ჩემი ჭხირები ძალიან სუდარ. მიმი შეთიკა ნახლა კარგად ავიღე. აუცილებლად მიდი. აი მარტივად. აი მარტივად. აჰა. მეგრული და სვანური ჭკუის კომბინაციამ რაქნა გაიგეთ? გაიგეთ. შეგიძლია რომ მემაჭამო? არა, ლევანს. შენ რეზოს უნდა შენ გაჭამოს ლევან. არა და სუშის ჩვენივად ვიღებდით აქამდე. აი ესე ვიღებ საერთოდ არ წუხდე და ინახე. ეს რა კაი რაღაცაა. ოჩაღ რეზო. აჰა, ჩა. აი ნახე ამოძრავებ მარტო ზედას, მაგრამ მეთკინა თითები. ხო სწორად ვაკეთებ არა? კი. არა, ერთი წუთი. მე სხვა ვერსიებს შევხვავ. ძლის მიჭირავს ეხა ამას რო გაუშვე. ეგრეც აბა გაუშვე თავიდან. არა, კი, არა. შესამი. ჰოპ რეზო ექიმო. აჰა. არა, უნდა დაგაჭერინო ერთი წამი. ცოტა ძალიან არა, ერთი წუთი უნდა გაგაკეთებინო. ძალიან დიდი დიახ, მე ძალიან დიდი ხანი დავიდე, მეტი რომ აქ მიყოფილა. ხო. აი ესე, მიდი. ორი თითი ესე. გამაცადე წა. არა, თავარი არის რომ ეს იმასთან მიატან. აი ნახე, ხა კითხს თუ არა ვიღებ. აი! ლევან! აჰა. ჩიკ. მეც ავიღე. ესე იგი ჩვენ თუ გადავწყვეტ რომ გვინდა დავუშვათ საკვების ულუფების შემცირება და ჭხირებს მოვიშველიებთ ამისთვის და თუ გვიჭირს ესე პროფესიონალებივით ყვება ჭხირებით მიუხედავად იმის რომ გვასწავლა ჩვენ სტუმარმა შეგვიძლია გამოვიყენოთ ქაღალდი რომლის დახმარებითაც ბევრად მარტივი გახდება და გასწავლით ახლა კარგით ესე იგი არის ქაღალდის მეთოდი ვიღებთ ჩვენ ჭხირებს და უნდა გადავახვიოთ ეს ყველაფერი აი ესე ხომ არის ეს უკვე ერთი დიდი ჯოხი აქ ხომ არის შუა მონაკვეთი გადავკეცავთ ნახე და ეს უკვე თავის შეხედე რეზო ექიმო აი ლევან აბაცადე აი მითი რომ მიირთვა და აიღო რამე აიღე კიტრი ლევან მიდი აიჩა ეს არის დამწყებთათვის ჭხირის მოხმარების ვარიანტი ბევრად აიღე მოდი ამ ბრინჯიცადე ეს არის ადაპტირა აჩა ლევანე აი ახლა კი თუ ეს არ მოგწონს კიდე მაქვს ვერსია აბა მიდი მაჩვენე მეორე არის ქაღალდისა და
ეს იგი ბავშვებისთვის იხმარება, ხო? სახლში ეს ხმარობდით პატარაობაში თუ არა? ჩვენ მე რო პატარა ვიყავი, უკვე დამზადებული, სპეციალურად ბავშვებისთვის ცალკე იყიდება ბავშვების ჭხირები. კარგი, ჩვენ რადგან არ გვაქვს ესეთი სპეციალურად დამზადებული, მე დაგიმზადებთ ყველას. კარგი, მეორე ვერსია არის, სადაც გჭირდება რეზინი და ჭხირები რა შეიცით ის ქაღალდი, შეგვიძლია არ დავაგდოთ. გავკეცოთ შუაზე. როცა გინდა კარგი ყვება, ცოტა უნდა იშრომო და შემდეგ ვიწყებთ აი ამის აგორგოლავებას. უნდა შუაში გაგეკეცა. მე ვარო ცოტა უფრო იყოს ბუთქუნა და მოკლე შედარებით. ორ ჭხირს შორის ვდებთ აი ამას. ცოტა უფრო ბუთქუნაც არ იქნებოდა ურიგო ბატონო რეზო. უნდა მოუხვიოთ რეზინი. როგორ არ ვიცი. ეს ცოტა რთულია მე მგონი. შენ ხო არ იცი? ისე მიყურება პირველად ხედავ მე მგონი ამ ყველა. გონი ცოტა ამის გარშემო. აუცილებლად. ასეთი მეთოდის გამოყენება ჩვენ არ იცის. რას არის სწავლი ნამდვილი ექიმების გადაცემაში? ქვემოდანაც და ზემოდანაც უნდა მოუხვიოთ. და შემდეგ ვიღებ დაახლოებით იგივეს რაც იყო. არ იყო შეხლევან, აი იმის შემთხვევაში. ეს რა კარგია ესეც. ყველაზე კარგი ვერსია პატარა სარჭებით. აი ცოტა ისე რა, ის ხოჯობდა ქაღალდი. მაგრამ ესეც შენი მეთოდი კარგია. აი ეს არის ყველაზე კაი მეთოდი, ნახე. ჩემნაირები. ესეც არ არის კაი მეთოდი, ჩემი აზრით. გონი ქაღალდი იყო პირველი მეთოდი რაც ყველაზე კაი. ეს არის პატარა სარჭი, რომელიც არის მოთავსებული ორ ჭხრის შორის, რომელიც გადააკრულია, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე პლასტირით, რომელიც ესეც არ გინახავთ? გრადობას. მსგავსი. ამას გავს. გავს. ოჩახ გავსი უნახავ. კარგად შეგისწავლი ეს. არა, ქაღალდი ადვილიც არის და უცებ ხდება და უფრო მარტივად შეჭამ. ყველაზე პაცია რაც შეიძლება აიღო ბრინჯის ერთი მარცვალია ჭხირით. აბა აიღე ერთი მარცვალი ბრინჯს, აი ეს ერთი მარცვალი. იმედია შეძლო. გორი სირთულეა. აი ნახე, აიღო, აი მეგანაირად აიღო ერთი პაცია. აი დაანახე ცოტნეს. აი აიღო ერთი ცალი ბრინჯის მარცვალი. მეც ავიღე მასე. კაი რა, ლევა, შენ როგორი ინტერესიანი ყოფილი ხარ, აიღე? მაგრამ ჩვენ მაინც არასწორად გვიქნა. აი მეცავი. შესანიშნავია. არა, თქვენ ძალიან დახელოვნეთ. მე ჩემი ქაღალდი გქთ, ხო? ჩემი ქაღალდი დამიბრუნეთ. მე მივაგენით ჩემ მეთოდს რითიც შევჭამ მარტივად. თურმე ის არ იყო სწორი და ესე ბევრად უფრო მარტივი გახდა ჩემთვის მირთმევა და რაც შეეხება ზოგადად ჭხირებს და მის ისტორიას რა თქმა უნდა, ჩანგლის წინაპარი იყო ჭხირი, ბუნებრივია, სანამ ჩანგალი შემოიწებოდა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3000 წელს წინ მიიწვევდნენ აი ამ ჭხირებით ადამიანები. ხოლო რაც შეეხება აი იმ სურვილს, რის გამოც დავიწყე ჭხირებით ამ საკვების მირთმევა, ეს არის ცოტა ულუფების შემცირება, რაც შესაძლებელი ხდება აი ამ ჭხირების დახმარებით. დაელიც მინდა მადლობა უთხრა იმისთვის, რომ გაგვიზიარა სწორად როგორ უნდა გვეჭიროს ჭხირები, მაგრამ ჩემში პოტენციალს ვერ ვხედავ ასეთი იდეალური ჭხირებთან ურთიერთობისა. მე ესე ცოტა ბავშვური ვერსიით ვეცდები რომ მივირთვა. მადლობას გიხდით ძირფასო ექიმებო დღევანდელი რჩევებისთვის. მადლობა თქვენ რომ გვიერთებით ყოველთვის, არაერთი სასარგებლო რჩევისთვის, ხო და დაგემშვიდობებით იმ იმედით რომ ხვალ ისევ დაგვიბრუნდებით. ხვალ უკვე ახალი რჩევების დრო იქნება. ნახოთ.